მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98-სა და 5-ზე რადიოს სივრცეზე ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გამოშვების მესამე სეზონს. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ, დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი ბატონი რამაზ საყვარელიძე და განვითარებულ მოვლენებს სწორედ მასთან ერთად განვიხილავთ, იმიტომ რომ გონებ შექმნილი ვითარება დღეს საქართველოში რაც არის უკვე სერიოზულად ცდება პოლიტოლოგიის ველს და სერიოზულად საჭიროებს ერთგვარ ფსიქოლოგიურ, რიგ შემთხვევებში კი ფსიქიატრიულ ანალიზსაც, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ ვართ გარკვეული ექსტრემალური გამოხატულებების და პოლიტიკური აქტების შემსწრე, რომელიც უკვე სისხლის სამართლის კოდექსის ენაზე ტერორისტულ აქტადაც კი კვალიფიცირდება, როგორი მოტივიც არ უნდა იყოს და როგორი აღქმაც არ უნდა რჩებოდეს სხვადასხვა ადამიანების მის შესახებ. თავარითაც შეიძლება დავახასიათოთ დღეს საზოგადოება ეს არის სრული ესეთი ჯგუფების შორის დაუკავშირებლობა, ერთგვარი ატომიზაცია, რადგანაც უკვე ადამიანების რაღაც გარკვეულ ნაწილს საერთოდ აღარ ესმის უკვე ერთმანეთის, იმიტომ რომ ამოსავალი წერტილი ძალიან სერიოზულად განსხვავდება, მსოფლმხედველობა განსხვავდება, სოფლიო იმყოფება სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილების პროცესში, თანდათანობით ხდება გარკვეული რეალიების მიღება, აი ხალხის მიერ, რომელიც ბოლო 30 წლიან დღის წესრიგს ჩაჭდებულია და ამ ცვლილებას მტკივნეულად იტანს, ან ვერ იგუება, ან რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ინსტრუმენტია, უარყოფა და გაქცევა, ეს არის ადამიანის პირველადი ძალიან ისეთი ნიშანდობლივი ქმედება. მაგრამ თანდათანობით ხდება იმის აღიარება, რომ მაინც აი სადღაც იჯერებენ, რომ ცვლილება ხდება. თუმცა აი რა ცვლილება როგორ დამთავრდება, აქ ჩვენ ვხედავთ ერთგვარ წინააღმდეგობას. და აი ამ ფონზე ვხედავთ მთავარ გამოხატულებას ამ პროცესის, რომელიც ვლინდება სხვადასხვა სიგიში. ერთი არის ეს საკითხი, სხვადასხვა აქტორების მიერ ექსტრემალური ქმედება და მეორე არის ამის აი ამ მოწყვლადობის გამოყენება გარკვეული манипуляტორი ძალების მიერ, რომელიც შეიძლება თავის დროზე ხასიათდებოდა ჰიბრიდული ომით, მაგრამ დღეს უკვე ამას სრულიად სხვა ტერმინი აქვს, ეს ნიშნავს კოგნიტიურ ომს, რომელიც ნიშნავს ჩვეულებრივი კონვენციური ომის შემთხვევაში ხდება სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება, დეზინფორმაცია თუ იქნება თუ სხვა რამ და ხდება გარკვეული მექანიზმების მოძებნა, როგორ შეიძლება შეცვალო ნება ამა თუ იმ ადამიანს, მაგალითად, თუცა აგენტი აკყავს ან დივერსანტი აკყავს, ის რჩება თვითყოფადად, უბრალოდ ის იძულებულია რაღაც ქმედება ჩაედინოს, მაგრამ კონკრეტული ომის შემთხვევაში იარაღიც და ბრძოლის ველიც ხდება ადამიანის გონება და ის თვითონ აკეთებს გარკვეულ ქცევას, ისე რომ მას პირდაპირ ესე არავინ არ ეუბნება. ანუ ზემოქმედება მიმდინარეობს გარემოზე და შემდეგ ამ გარემოს პროექცირება ხდება უკვე მთლიანად საზოგადოებაზე და ყველაზე მოწყვლადი ადამიანები ბუნებრივად ხდებიან მიდრეკილები ამა თუ იმ აქტისკენ. ეს საკმაოდ შესწავლილი ფენომენია და ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ იმყოფებით სწორედ ამ დაპირისპირებაში და დღევანდელ ომებს უკვე ეს ბევრი შრე და განზომილება გააჩნია. ჩვენ ხშირად გვითხავს ამ გადაცემაში, რომ საინფორმაციო ველი დღეს გახდა უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ბრძოლის ველი, იმიტომ რომ როდესაც რუსეთი ამ შემთხვევაში რუსეთი ომობს, მისი მიზანი არ არის მხოლოდ ტერიტორიის დაკავება. მან სისხლის ტერიტორია იქიდან არსად არ წავა, არამედ ეს ხანგრძლივი გაწელილი ომი ახდენს მოწინააღმდეგის დაქანცვას და მის ნებაზე ზემოქმედებას და აქ უდიდესი ნაწილი გააჩნია სწორედ ამ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რომელსაც ასევე მრავალი გამოვლენა აქვს. ამიტომ მე მინდა რომ თანათანობით ჩვენ მსმენელს აუხსნათ რა ვითარებაში ვიმყოფებით და რომ ეს ომი არის რეგიონში და რომ ჩვენ ვერ დავრჩებით მის მიყვება. ანუ ის თუ საქართველოში ამ წუთას ბომბები არ ცვივა განსხვავებით უკრაინისგან, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ ვიმყოფებით ამ საომარი კონფლიქტის ზონაში და სხვა ინსტრუმენტები ჩვენთან არ მოქმედებს და ჩვენთან არ არის აი ეს დაპირისპირება. აი ამ დაპირისპირების ერთ მორიგ ეპიზოდს ჩვენ ასევე ვილაპარაკებთ, რაც შეეხება BBC სტატიას და სხვა მოვლენებს. პირველ რიგში, ბატონო რამაზ, მინდა კითხოთ, თქვენ თუ იზიარებთ ამ დახასიათებას და თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ მართლაც ვიმყოფებით აი ამ ცხელ ფაზაში, სადაც მიმდინარეობს ეს ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური და კოგნიტიური დაპირისპირება. დიდი მადლობა მოწვევისთვის და კითხვისთვის. რადგან საკმაოდ გასაღები მაგ კითხვაში ჩვენი საუბრისაც, მაგრამ საუბარი საუბრად ჩვენ მდგომარეობისაც ახლა
Facebook-ში უამრავ რეპლიკას ნახავთ სხვადასხვა ადამიანისას და ძალიან დამძიმებული განწყობილების შთაბეჭდილებას ქმნის Facebook-ი. არ არის ადეკვატური, ანუ ეს სურათი არ არის რეალური სურათი, მაგრამ მაინც ძალიან მძიმეა. და კიდე რეალური სურათის ერთ-ერთი ნიშანი არის, მეგობარი მეკითხებოდა ფსიქოლოგი. კაცო, რატო ვარჩევდით უფრო ზუსტად? რატო ადამიანს რო კითხავ, როგორ ხარო, ყველა კარგად არავინ არ გეუბნებაო. მართალია ძალიან იშვიათია თქმა, რომ თითქოს და ვალდებული ხარ, რომ ნუ რაღაც დაიწუწუნო. ეს არ არის თითქოს დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია. და აქაც Facebook-შიდაც მაგიტო გაუსვა ხაზი, რომ სულ მიდის მუსირება, პედალირება იმისა, რომ აი ვერ ვართ, არ ვართ, არავინ გვცემს ხმას, არ გველაპარაკებიან და ასე შემდეგ და ნუ ეს როგორც პრობლემა და როგორც უბედურება. და დაზრგუნვის პროცესს ვაკვირდებით, ფსიქოლოგიური დაზრგუნვის პროცესს ვაკვირდებით და არადა მაღაზია გათვლილი სწორედ ყველაფერი. თქვენ ახლა ახსენეთ კოგნიტიური სხვადასხვა ტიპის ომები, ერთ-ერთი ძველი ტერმინია ფსიქოლოგიური ომი. ხო? აი ჯერ კიდე მაშინ პროპელერიანი თვითმფრინავები რო შემოიტანეს და ფრონტ რო გადაუფრენდა ამ ქვეყანას ფრინავი და ქაღალდზე დაბეჭდილ პროკლამაციებს რო ისროდა. ის უკვე იყო ფსიქოლოგიური ომი, ანუ საინფორმაციო ომი, რომელმაც ფსიქოლოგიური შედეგი უნდა მოიტანოს. კერძოდ რა, გატეხოს მოსახლეობა. თუმცა ამ მედიუმს გააჩნდა თავისი რაღაც დაყოვნება, ხო? იმიტომ რომ ბევრი განმასხვავებელი იყო, ანუ ქვეყნები ზრუნავდნენ თავის მოსახლეობის მათ პირველ რიგში საინფორმაციო ჰიგიენაზე. ხო, არსებობდა პირდაპირ პროპაგანდა, ცენტრალიზებული გამოცემა, ტრეინინგი, ესე თქვა, თანამედროვე სიტყვა, რომ როგორ უნდა ბევრი არის ლაპარაკო, პლაკატები გვახსოვს ჩვენ, იგივე თქვა მეორე მსოფლიო ომიდან, რომ მტერი გისმენს, რომ ჯაშუში არსებობს, რომ ზვერავი არსებობს, რომ ეს უნდა აღმოაჩინო და მე ცნობილი ისტორიებიც არის, ხო, თქვა, ვიღაც ზვერავს შეიძლება პასპორტის რკინის მითი եպოვათ, რა ქვია, შემკვრელი, რომელიც არის ჟანგება სიტყვაზე, ან ჟანგება. ანუ ბევრი მექანიზმი არსებობდა ამათი ბრძოლის დაპირისპირება, მაინც ფიზიკურ ველზე გადიოდა. დღევანდელ ვითარებაში სადაც საინფორმაციო დავამატოთ, გავიხსენოთ აღმაშენებლის მიმართვა ჯარის მიმართ. ფსიქოლოგიური იყო, ხო ის? ხო, ანუ მაღაზია ლაპარაკი რომ ეს ფსიქოლოგიური მექანიზმები, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოიყენება, ხო? მაგრამ ამ გამოყენებას გააჩნია მედიუმის ფორმა, ანუ ეს გადაცემა სიტყვით მიმართვა. სიტყვით იმიტომ მიმართავ, რომ ერთად შეიძლება შეკრიბოს. სხვანაირად ეს მედიუმი ესეთი არ არსებობს. ან ფიზიკური მატარებელია და ამაზე ზემოქმედება სხვანაირად ხდება. იდენტობის შემკვრელი ბევრად უფრო მყარია. და დღეს უკვე ეს პირდაპირ შემოსულია, ჩვენ პრაქტიკულად აი ტელეფონის იქნება თუ სხვა ციფრული საშუალებების სახით პირდაპირ ჩადგმული გქონდეს ჩიპი, რომელიც ისე აღწევს აქ ინფორმაცია, რომ არანაირი ბარიერი მას შემეცნებამდე არ ხვდება. იმიტომ რომ ის მოწყობილობები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ, პირდაპირ გახდა მატარებელი აი ამ ინფორმაციის, რომელიცთან არის არ უბრალოდ ლოგიკურად, რაციონალურად ან ინფორმირების მიზნით დაგებული, არამედ რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ მან უნდა იმოქმედოს განწყობაზე. შეუნა შეიქმნას პირველ რიგში განწყობა, ეს განწყობის თეორია საქართველოს თავისუფლება ძალიან ნაცნობია და ეს განწყობა რო გექნება, შემდეგ უკვე ბევრ რაღაცას მიიღებ. აი, რო გადავიდეთ მეორე თემაზე, ძალიან კარგად ჩანს სიტყვაზე უკვე ამ BBC-ს გახმაურებულ სტატიას მოყვა ერთგვარი ღრიალი, ციფრული ღრიალი, რომ სად არის დოკუმენტები, აბა გვაჩვენეთ რა გამოიყენეთ და ასე შემდეგ. ხელისუფლებამ ძალიან ჭკვიანურად ამაზე პირდაპირ არეაგირა, მან დაიწყო ის სამართლებრივი პროცესი, რაც უნდა დაიწყო, მაგრამ ეს კაკაფონი არ ჩუმდება. და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი აქტი არ დამდგარა, უკვე მთელი რიგი აქტორები, თქვენ სოციალური ქსელი
ახსენეთ პირდაპირ ამბობენ, რომ იცი რაც არ უნდა თქვას ხელისუფლებას, ჩვენ მას მაინც არ ვენდობთ. ანუ ნდობა არ არსებობს. იდეაში ეს ინფორმაცია გათვლით მაგაზე იყო, რომ ნდობა არსებობს, რომ ერთ თქვენ წესულზე დავასხავთ წყალს და ისე შეგისწორებთ. ნდობას ანადგურებენ. ეგ საინფორმაციო ომის ერთ-ერთი სამიზნეა. ხელისუფლების მიმართ ნდობა უნდა განადგურდეს. ანუ გათვლი მე ზუსტად იგივეს ვამბობდი. გათვლაც იმაზეა, რომ ნდობა განადგურდეს, მაგრამ სამეთყველოდ გამოტანილი არ არამე არგუმენტი, არამედ უკვე პირდაპირ ის რომ ნდობა არ არსებობს. და რა თქმა უნდა მიზანი სწორედ იგივეა. იმიტომ რომ ეს ერთის მხრივ არის ინსტრუმენტი და მეორეს მხრივ არის სწორედ იგივენაირად ეს მიზანი. და ჩვენ ხედავთ შემდეგ არქიტექტურას ამას მოყვება შემდეგი გაგრძელება, იმიტომ რომ სად არიან საერთაშორისო გამომძიებლები. რატომ არ იწვევთ მათ? გახსოვთ აი ეუთოს დამკვირვებლება, სცენარი, ანატომია, შეიძლება ესე ითქვას, ამ კოგნიტიური შერკინების ამ შემთხვევაში და ბრძოლის არის იდენტური. თანდათანობით ეტაპობრივად მარაოსებრივ უნდა გაიშალოს, ერთი გამოიტანს ამ მასალას, აიტაცებენ შესაბამის ადამიანები უკვე გამზადებული აქვს დაწერა ყოფილი ამერიკის ხმის ქართული წარმოშობის ჟურნალისტს იმის შესახებ, რომ ბატონო დონალდ მოგხედეთ რა ხდება აქ პირველი მსოფლიო ომია და შესაბამისად შემდეგ ეს იშლება უკვე ამ განწყობაზე, რომელიც ბოლომდე უნდა დაილექოს, რომ ხელისუფლებას არ აქვს უნარი, მას არავინ არ ელაპარაკება. აი ყველა ეს ფრაზა არის პირდაპირ მიმართული იმაზე, შენ რა განწყობებს უნდა ატარებდე და განცდა იმის, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში დადიხარ, ეს ხარ რეალობა. იქ არაფერი არ იცვლება, ხო, ტრანსპორტი მუშაობს. რაც თავის დროზე მაგალითად 100 წლის წინ პირდაპირ იყო სამიზნე. რომ საბოტაჟი, ტრანსპორტი უნდა გაჩერდეს, ქარხანა უნდა გაჩერდეს, ჩარხში უნდა ჩატენო ის ხის ფეხსაცმელი. დღეს აქ არაფერი არ იცვლება, მაგრამ ადამიანების აღქმაში ისინი არიან დათრუნულები, ჩვენ ვართ იზოლაციაში, რაღაცა საქართველოს გემი მიმავალი გაჩერდა. გესმით, ანუ ეს აი ალეგორიებით, მეტაფორებით, აზროვნებით მოქმედება ძალიან სერიოზულად არის გამოყენებული ხელოვნების ნიმუშები, აი მაგალითად მე პირდაპირ გამიჩნდა, როდესაც ჩვენ ხედავთ უშინაარსო პირდაპირ კონკრეტიკისგან დაცლილ საპროტესტო თვითმიზნად ქცეულ აქციას ბოლომდე. ან ბოლომდე ეს არის პრაქტიკულად ალუზია იმისი, რომ მაინც ამოვთხრი. და ეს ხო ჩანერგილია შტაბი, რომელიც მუშაობს იმას თუ როგორ მოახდინოს ფსიქოლოგიური ზემოქმედება აი და იმუშაოს ამ განწყობებზე, მას კარგად აქვს შესწავლილი იდენტობის მარკერები, რას აღვიძებს. უამრავი ფოკუს ჯგუფი შეგიძლია ჩაატარო, კვლევა გააკეთო და შემდეგ ადვილი არის იმის აწყობა, რა როგორ იმოქმედება. თქვენ თუ აი ესეთი ნიშნით თუ აკვირდებით მიმდინარე პროცესს და თუ ატყობთ და ხედავთ აი მარკერებს, რითაც შეიძლება ამოცნობა იმისი, რომ ეს არის ორგანიზებული დაგეგმილი კამპანია, სწორედ სახელმწიფოებრივი წინააღმდეგი და ხელისუფლების პოლიტიკაზე ზემოქმედების მოსახდენად. ან უარეს შემთხვევაში მის ჩამოსაშლელად. მამა მაგ იდეოლოგიურ პროცესისა შობელი არის შარპი. ამერიკელი პოლიტოლოგად იხსენებენ თუ პოლიტექნოლოგად ხან როგორ რომელმაც ჩამოაყალიბა კონცეფცია მშვიდობიანი რევოლუციების, ხავერდოვანი უსისხლო რევოლუციებისა, იმისთვის, რომ დიქტატურა დაამარცხონ, დემოკრატიის სახელით. რეალურად ნებისმიერი ხელისუფლება შეგიძლია თქვა, რომ დიქტატურია და დამარცხება უკვე ტექნოლოგიური საკითხია. აი ეს ტექნოლოგია მან გაწერა 198 პუნქტში. ამ ტექნოლოგიაში შედის, რომ უნდა შეიქმნას შტაბ-ეშტილება, რომ ჩამოიშალა ხელისუფლება. თანამდებობის პირებმა უნდა უარი თქვან შესრულებაზე. უნდა დაიწყოს ხმამაღალი კრიტიკა, უნდა და ასე შემდეგ. აი ეს ბევრი უნდა ჩვენთვის უკვე ნაცნობია. ზუსტად ამ ტექნოლოგიებით მოხდა ვარდების რევოლუცია. და ამიტომ ეს მუშაობს როგორც ერთგვარი აცრა, ანუ ჩვენ რაღაცად უკვე ვცნობთ, რომ იქ რაღაც სიყალბეა, რაღაც ხელოვნურობაა. ხო, უკვე გამოცდილება გვაქვს. მაშინ არ ვქონდა ამდენი გამოცდილება. თუმცა ეს ტექნოლოგია მაინც არავის არ გაუქმებია. მისი განახლებული ვერსია ჩვენ შეიძლება ვნახოთ, იმიტომ რომ შენ რითაც ეს არ უნდა დაცალო, ბოლოს მაინც რჩება რომ კი, მაგრამ გითხარით რა გამოიყენეთ შარშან დეკემბერში. კი, რა თქმა უნდა.
გეტყვიან კიდე მორიგი მაკსტეპის მოვლენა ოღონდ კიდე უფრო ოდიოზური მოთხოვნით არაბების შემოსვლა და რაღაც ხო არაბიზაცია გითხარით რაზეა ხელშეკრულება ეუბნებიან კომერციული საიდუმლოება როგორ შეიძლება კომერციული იყოს ეს მე ვეუბნებით ძირითად პარამეტრებს რაც იქ წერია იდეაში მაგრამ საქმე იმაშია სმენელს მე მინდა მთავარი რამ ესმოდეს ეს 400 გვერდიანი ხელშეკრულება რო ავიღოთ და დავსვ. აი მოვიყვან ახლა გუშინ ბატონი მიხეილ მაჭავარიანის შვილი ვარდენ მაჭავარიანი წარმოსდგა ახალ ვარლამად, ეთქობა ეს ვარზე უნდა იწყებოდეს ამათ სახელები. პროტესტის სახალხო ლიდერების და დააკვესა ესეთი კონსერვატიული სიტყვა, რომ აი როგორ ბედავთ, რომ გამჭვირვალობა არ არის და რას მალავთ და ეს ყველაფერი გაჩვენეთ. აი მე მინდა მაინტერესებს და საერთოდ პირდაპირ შემიძლია მოუწოდო, რომ აი ბატონ ვარდენს მინდა რომ მობრძანდეს მე წავიყვან, დავსვავ ესე ოთახში, დავუდებ ამ 400 გვერდიან ხელშეკრულებას და ესე ვაიძულებ რომ წაიკითხოს მთლიან და მე მაინტერესებს მონიშნოს და სანამ წაიკითხოს, მანამდე რაზე აქვს ეჭვი, მინდა რომ კარგად ჩამოწეროს. ის რომ პროტესტ აი ამ ემოციურობით გამოხატავს, მას რაღაც ეჭვი აქვს, რომ იქ რაღაცა ისე არ არის. მე მინდა რომ ჯერ მან დააფიქსიროს წერილობით რაზე აქვს ეჭვი, თქვა რას ელოდება, მეჩეთს ელოდება, რომ წერია, ან წერია, რომ რაღაცა ლარად წაიღო ვიღაც არაბეთის კომპანიამ, ის ან რაღაც ნებართვებია, რომ იქ აკლემების თავშესაფარი გაკეთდება თუ რა მოხდება. ეს მინდა რომ ჩამოწეროს და შემდეგ მინდა დავსვა და ეს წავაკითხო, კარგად ეს ხელშეკრულება და მე მინდა რომ უარყოს ან დაადასტუროს რა იპოვნა ამ ხელშეკრულებაში. მე მას პირდები, პირდაპირ, რომ თუ ამ სურვილს გამოთქვამს, აი მე უზრუნველყოფ იმას კომუნიკაციას სამინისტროსთან, კომპანიასთან, რომ მას მიეცეს ამ დოკუმენტთან ესეთი წვდომა და მან ეს წაიკითხოს და შემდეგ აი აქ დავსვავ და ერთი მოვკითხავ რა გაიგე. მაგრამ ეს ხო გამათვლილი ამაზე არ არის, ეს მინდა მსმენელმა იცოდეს. ეს გათვლილი ამაზე, ეს გათვლილი არის იმაზე, რომ აბა გვაჩვენეთ, რომ შენ შეგითხრიონ პროცესში, სადაც ჩვენ ნახეთ უკვე ამის შემდეგი სერია. რაღაცა განცხადება ნახეს, სიტყვა კოსმოპოლიტიზმი ამოათხრიეს კონტექსტიდან მთლიანად და ამაზე ააგეს მთელი ნარატივი. მერე კრებენ რაღაც სასულიერო პირებს სადღაც ცხეთაში, იმას ატყუებენ, იმათ ამსჯელინებენ და ამით იქმნიან ამ საინფორმაციო დღესდღეობით. ანალოგიური არის აქაც. უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე არანაირი კამიტი არ ეს ვარაუდია, ეს თეორია, ეს მინიშნება, ეს რაღაცა ანალიზი, უცებ ყველა რაღაც გაემიჯდა, მაგრამ დაილექა პირველი მსოფლიო ომი. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ სინამდვილეში არაფერ არსებიც ეს ხალხი არ განიხილავს. ისინი ცდილობენ მხოლოდ საინფორმაციო არსებიც არ შეიძლება შეეხოს. მხოლოდ საინფორმაციო ხმაურს. ხო, გახსოვთ ახლა რამდენჯერ იყო კობახიძემ დავждეთ, განვიხილოთ, შევაფასოთ. არავინ, რატო? ტექნოლოგიებშია ჩადებული ეგ. უნდა ითქვას, რომ არ ვარგა და რატო არ ვარგა არ უნდა ითქვას. იმიტომ რომ რაციონალურ ლიანდაგზე არ უნდა იყოს გადაყვანილი თემა. პანიკა არის ცნობილი მოვლენა, ხო? მთელ ქვეყნებში პანიკის გამოწვევა ისჯება ხოლმე. იმიტომ რომ ქვეყანა შეიძლება წალეკოს პანიკამ და ანგრიოს. და ამ დროს ეს ტექნოლოგიები ფარულ მცირე გაბარიტის პანიკას იწვევენ. ამიტომ ემოციაა მთავარი. პანიკას რაციონალური პანიკა არ არსებობს, ემოციებია პანიკა. და აი ამ ემოციების გამოწვევა და ემოციებით მანიპულირება არის საჭირო. პანიკის მასშტაბის არ არის, მაგრამ ცნობილი მოვლენა არის კონფორმიზმი. ფსიქოლოგიების ასაც უმრავლესობის აზრზე ავტომატურად გადადის. ხო, აშის ნაკვლევი მოვლენა არის ამერიკელი ფსიქოლოგის. სხვა შორის ეს კვლევები გამრავლდა გიტლერის მერე, რომ ვერ მიხვდნენ რა დაემართა გერმანიას. და უცბად დაინახეს, რომ აი ეს დაემართა გერმანიას, ანუ კონფორმული გახდა მთელი ერი. ყველაზე ინტელექტუალური ევროპაში შეიძლება, მაგრამ კონფორმულობის წყალობით შეგიძლია გენიოსი უმცირესობამ უმრავლესობა გადაიყვანოს თავის ჯგუფს. და იმ ამოცანაზე, რომელზედაც 100%-ით იღებდა შედეგს აში, უმარტივეს რა ხაზების შედარება. დანარჩენ 5 კაცმა რო თქვა, რომ ეს სხვანაირად უნდა გაკეთდესო, რეალურმა ცდისპირმაც
40-მდე კაცმა თქვა 40-მდე ცისფერმა კი და სხვანაირად უნდა გაგე. ანუ ეგრევე აიყოლე ეს, ხო? ეს ძალიან მცირე გაბარიტების შემთხვევა 10 კაცი 5 ერთთან გაქვს როცა გაქვს საქმე წარმოიდგინეთ რა მხელაზე წოლა ბულინგიო ვამბობთ ხო ბულინგი რა არის კონფორმიზმის გამოსაწვევი ფსიქოლოგიური მექანიზმია ბოლოს და ბოლოს მეტი ხო არაფერი დაშინების და იმის რომ შენ მარტო ხარ და აი ჩვენ ფიქრობთ სხვანაირად აი ეს ჩვენ და შენ მარტო ეს არის მთელი კონფორმულობის არს. გუშინ ნახეთ სოციალურ ქსელში ერთი ექიმის მე მგონია არჩილ მარშანიას რაღაც ტექსტი დაწერა, სადაც თქვა რომ მოკლედ მე ვარ და მე ზარა და ყველაფერი დეტალურად წავიკითხე რა დაწერა BBC-მ. და შემდეგ გააკეთა ამის დეკონსტრუქცია რა თითოეული რაღაც არგუმენტიც ბოლოს მივიდა იქამდე რომ ეს არის ვარაუდი, ეს არის სპეკულაცია, იმპლიკაცია, არაფერს არ ამტკიცებს და ნუ საბოლოოდ ისე შეაჯამა რომ აქ არაფერი ფაქტი არ არის, ვერაფერს ვერ დაეყრდნობ. ამ ტექსტზე საინტერესო იყო კომენტარები, რაც ჩვენ იქ ვნახეთ და ვიხილეთ, აი როგორ აი ეს სწორედ ეს უმრავლესობა. ყველას გონია რომ აი უმრავლესობა ეს აბსოლუტურ რიცხვებში იზომება, რა ქვეყანაში ხა ქართულ ოცნებას უმრავლესობა უჭერს მხარს და ამიტომ ჩვენ თვითონ უმრავლესობა ვართ. ამ დროს ის არის უმცირესობა აგრესიული და ვიღაცებთან მიმართებით ისინი უმრავლესობა არიან, როგორც ცდილობენ რომ გარკვეულ ველში, სადაც ინტერაქცია ხდება ამა თუ იმ ადამიანის გაგუდონ განსხვავებული აზრი. ხა დანარჩენი ის ვინც შენ არ გეთახება ჩემნაირი ადამიანი. ეს პირდაპირ იარლიყი დიდი ხნის მორტყმულია, ეგ პროპაგანდისტი მაგასთან ლაპარაკი როგორ შეიძლება, მორჩა იქ აღარ შევიდეთ. ბულინგის დანარჩენი რაღაცა ველი რომელიც არის, ეს არის ნამდვილი საქართველოს, ციფრული საქართველოს გამოცხადებულია ნამდვილ საქართველოს. ეს არის რეალობა და აქ უნდა იყოს ტოტალურად ერთი აზრი. ანუ უბრალოდ რა დამართეს ამ ადამიანს, მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერული ფაქტებზე და ანალიზზე დაყრდნობილი აზრისთვის ეს არის გამოუგნებელი ცალკე შენახვას მოითხოვს. მთელი ეს მიმოსწერა და ეპისტოლარული ჟანრი რომ შენ როგორ ბედავ და ვიცის ხუძი ასხავ წყალს და აი ნახე პროპაგანდა და ასე შემდეგ და ნუ ზოგმაც სადაკიდევაც ტექნიკურ დეტალებში შესვლა. თუმცა არაფერი არ გამოდის. ამის მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანია რომ რა თქმა უნდა არ მოხდეს ამ პროცესში შეყოლა, იმიტომ რომ კონტრზომებიც საჭიროა. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, რომ ჩვენ მაინც უფრო დაცულები იმიტომ ვართ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ქართულად. და ქართულ ენას მოყვება თავისი კონტექსტუალური ნაწილი და თავისი რაღაცა იდენტობა, რომელთაც პირდაპირ შეუძლებელი ხდება, რომ ამ გლობალურმა რაღაც ნაკადებმა და ნარატივებმა პირდაპირ იმოქმედოს, ხო, ეს რაღაცნაირად უნდა გაქართულდეს ეს მოსახლეობის უმრავლესობისთვის და ამ ტექნოლოგიას და smartphones საბოლოო ჯამში ჩვენც იგივენაირად ვიყენებთ. ჩვენ ხედავთ ხოლმე, ამიტომ მსგავსებებს სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორ მიმდინარეობს ხოლმე აქციები. თითქოს ერთი ხელით არის ეს დაწერილი, ერთი სცენარი თუ სამი მეთოდური სახელმძღვანელოთი, როგორ უნდა გამოდიოდნენ ხელში რაღაცა მუყაოს პლაკატები უნდა იჭეროთ, ეს შეძახილები. ანუ ეს არის რაღაც თავის დროზე ინტერნაციონალი არსებობდა და ყველა ქვეყანაში თავისი იყო, აი რაღაც ეგეთი კომინტერნი. მე როცა ლაპარაკობ ხოლმე ერთგვარ გინდა გლობალურ ომებზე და იმის პარტიებზე თუ deep state-ზე თუ სხვადასხვა სახელით მოაზრებად თავარი რა არის? თავარი არის ქსელურობა და ურთიერთკავშირი და კოორდინაცია. რაც დაარქმე უკვე მეორე ხარისხოვანია, ხო? ამას მე სასაცილოდ არ ყოფნით. რა როლი უჭირავს, რამდენად შეიძლება იყოს როგორც თავდასხმის, ისევე თავდაცვის იარაღი, აი ეს გაშარჟება. ამის რაღაც მასხრად აგდება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ ელისაშვილის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს არის რეალური ტრაგედია მისი ოჯახისთვისაც, კაცი უნდა წავიდეს ციხეში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ თქვა რაღაცა ამის ნიველირებას და სასწრაფოდ დავიწყებას ან მასხრად აგდებას. რაღაც შემთხვევაში პირიქით, ამას ჩვენ ვხედავთ დაცინას როგორც იარაღს. ჩვენ უფრო ადრე გვესროლეს ფსიქოლოგიური ომის იარაღები ყუმბარა ეძახიან ეგრევე ვიდრე ჩვენ ვიგრძენით კერძოდ და იმ შარპის რეკომენდაციების ერთ-ერთი ხაზი ეგ არის რეცეპტურაა რა რომ
იყოს პროპაგანდა იმის, რომ რომელიღაც მხანო, მაგალითად ამერიკა ყოველთვის სწორია. ევროპა ყოველთვის სწორია. ანუ ვინც გინდა რომ გაიმარჯვოს, ის უნდა აწიო რაც შეიძლება მაღალ პედესტალს. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ერთ-ერთი რაც მოიტანა მაგალითად სააკაშვილის სტილმა იყო ეგ, რომ ევროპა და ამერიკა დასავლეთი, რასაც ამბობს ყველაფერი სწორია. ანუ ეს პირველი ნაბიჯი იყო იმისკენ, რომ ფსიქოლოგიური ომი უკვე დაწყებული იყო. და დაწყებული და ხედავთ შედეგს. ეხლა ხედავთ ჩვენ ამის შედეგს. ანუ არანაირი კრიტიკული დამოკიდებულება. ჩვენ ვერ ხედავთ ვერნაირი კრიტიკას. ვერ დააცნინებ ვიღაც მავანს მთელი მისი ოდიოზურობის მიუხედავად აუგს დონალდ ტრამპზე. აი საოცრებები შეიძლება გინდა ყოფით ურთიერთობებში, სტილისტიკაში, გადაწყვეტილებებში. ანუ ისინი ახერხებენ რომ იყვნენ უკრაინის გულშემატკივრები, გულშემატკივრები, მაგრამ ამავე დროს ვერ დაინახონ ტრამპის ნეგატიური როლი იმ პროცესზე, რაც ეს სხვა საკითხი ეს რამდენად რაციონალურია და სხვა საკითხია რომ ისინი თავიდანვე თქვათ რა სტარ წარმოდგენაზე იყვნენ უკრაინის შესახებ, მაგრამ თავარია რომ აი ესე გულხმურალეთ რაღაც პოლიტიკას ხო ხარ სულში, ეს ხშირად გამოჩნდა. ეს იყო პირველად გამოჩნდა ყველაზე მკაფიოდ მაშინ, როდესაც ზელენსკიმ გადაწყვიტა რომ დაეხურა ეს ნაბუ, ეს სააგენტო, რომელიც ბოლოს აკერე ერმაკისაც მოჰკვეთა თავი და ამ დროს ის რო აპირებდა ამას, იქ მიიღო პროტესტი. ანუ არაფერზე პროტესტი არ მოხდა ომის განმავლობაში, არც ძალადობრივ გაწყვეტებზე და ასე შემდეგ. და ამ დროს ჩვენ ნახეთ ეს NGO შეფერილობის აქტივისტები ხელში მუყაოს პლაკატებით გამოსული და დასაცავად აი ამ სააგენტოსი პირდაპირ როგორც აღმოჩნდა დასავლური რაღაცა სკალპელის და საქართველოში ის ერთი დღე ჩამოწვა აბსოლუტური სიჩუმე, იმიტომ რომ არ იცოდნენ რა უნდა იქნას. არა, და არც არავინ არ უთხრა ის ერთი დღე. მე ის რაღაცნაირად მიწყნარდა ზელენსკიმ უარი თქვა ამის დახურვას და რაღაცნაირად ეს ჩაიფარცხა და არ მოუწიათ. არავინ არ იცოდა ვის მხარე უნდა დაეჭირათ. იმიტომ რომ ერთი რაღაცა უკრაინა უცებ გაიყო ორად. ნაბუსთვის თუ ზელენსკისთვის. და ეს სიჩუმე ამის დაკვირვება, ეს იყო ყველაზე მკაფიო ნიშანი თუ როგორი არის ბმა აი ამ დასავლეთთან. და დასავლეთთან ამ შემთხვევაში ხო ეს წარმოიდგინეთ თქვენ რომ რამდენი რამ ელოდებათ წინ დღეს არსებობს ესეთი მე ხედავ ხოლმე გამოვლენებას როგორც კი პატარა განსხვავებული ინფორმაცია გაჩნდება იმ წუთში ხდება აჟიტირება აი თქვენ გეგონათ რომ დასავლეთი უკრაინა მიატოვა და აი არა მაგრამ საქმე იმაში რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიცით მშვიდობა დადგება თუ არა ზავი დაიდება თუ არა დოკუმენტში რა ჩაიწერება რა გარანტიებს უკრაინას მიცემენ რამეს დაათმობენ ეს ყველაფერი ჩვენ არ ვიცით და ეს არ ვიცით როდის მოხდება მაგრამ ფაქტად ჩვენ რაც ვიცით ეს არის ის რომ დღეს რასაც მოლაპარაკებისას ძალიან ისეთ სამ დონეზე განიხილავენ მაგიდაზე რაც დევს ეს უკვე პრაქტიკულად თითქმის ახლოს არის იმ ტერმინთან რასაც ქვია უკრაინის კაპიტულაცია ანუ ეს მოითხოვება უკრაინისკენ რა თქმა უნდა ეს დანებებულია ანუ დღეს უკვე მაგიდაზე ეს დევს 4 წლის ომის შემდეგ და ეს პერსპექტივა ანუ ალბათობა იმისი რომ რაღაცა ცუდად დამთავრდეს ძალიან მაღალია. სავარაუდოდ მე მიმაჩნია, რომ ევროპაში ამას კარგად აცნობიერებენ და მათ ურჩევნიათ უკრაინა ომში დამარცხდეს ნებისმიერ მსხვერპლის ფასად, ოღონდ არ დაერქვას მოვლენებს ის სახელი, რომელსაც ისინი რეალურად ატარებდნენ. ჩვენ საბოლოო ჯამში ვიცხოვრობთ ამ გაყოფილ ისტორიაში, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო, ხო, ორ სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობდით და შუაში იყო რკინის ფარდა. ევროპა ნამდვილად მიდის ამ სცენარს, რომ მისთვის შეუძლებელია, რომ მან დაუშვას კონსენსუსი რაღაც საერთო ისტორიულ მაშინ უნდა შევჯერდეთ უკრაინის დამარცხება პუტინი არის რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არის ჰააგის დამნაშავე რომელსაც ბავშვები დახოც ანუ ეს ორი ერთად ვერ იქნება რუსეთის პრეზიდენტს ხელი უნდა ჩამოართვა ის ხელი სისხლიანია რა შვები აი ეს დილემა არის ხვდებით და აი ამ დილემა და ეს ჭიდაობა რომელიც ფიზიკურად გადის ფონტის ხაზზე სადაც პაკროვსკან თუ კრასნა არმეისკთან იქ სახელებიც ორია ხო იცით იქ უკრაინულად სხვა ქვია და რუსულად სხვა რამე ქვია აი ეს გაყოფა ორსახოვნო ეს გადის საქართველოშიც. აი რამდენად არის საქართველოს სწორედ აი ესეთი დაპირისპირების ხაზი. თუ მიგაშნიათ რომ ჩვენ მაინც თლათ ესე მძაფრად არ ვართ ესე გაყოფილები. ну ჩემი სპეციალობის დრო შემოვიდე ის მაგ კითხვაშიდაც
მოტივი არის საძებნელი, ზოგადად ხო არის ფრაზა, რომ ვინ არის დაინტერესებული ან ეძებეთ ქალი ფრანგული ინტერესი უნდა გავარკვიოთ და აი მაგ კუთხით თუ მაგ პრიზმაში თუ გავატარებთ ქართულ თემას ინტერესი საქართველოს ხელისუფლების შეცვლის ინტერესი ვის აქვს? ერთის მხრივ ვამბობთ, რომ ევროპას იმიტომ რომ ჩაგვითრიოს ომში. ვატყობთ, რომ ომი მიდის ფინალისკენ, მაგრამ ჩვენს ზეწოლა არ მცირდება. რატომ? ხო არ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის ცვლილება, არამედ აქ ლაპარაკია, რომ ხელისუფლება რომელიც გინდა იყოს, მთავარია ის გამოხატავდეს იმ საზოგადოების აზრს და განწყობას, აი ჩვენ რაც უკრაინაში ვნახეთ აი ამ ნაბუს დამცველი პლაკატებით, უკრაინელები, უკრაინული არასამთავრობო სექტორი და რასაც აქ ხედავთ მარშის სახით. ანუ ერთჩვენიერ დღეს ისინი მიხვდნენ, რომ მე კი არ მჭირდება ან პროდასავლელი თუ პრორუსი ხელისუფალი არა, იყოს ვინც გინდა ხელისუფალი. თავარია ეს ხელისუფლება იცვლებოდეს, და თავარია ის ხელისუფალი იყოს მძევალი და მას არ ქონდეს პოლიტიკური მანევრის საშუალება. იმ გაწერილი დოქტრინალური მოცემულობის მძევალი, რასაც ვხედავთ იგივენაირად მოლდოვაში. თუ საჭირო იქნა ჩვენ მოგეხმარებით. უცხოეთში რამდენ ხმასაც გინდა ჩავყრეთ, მე ყველაფერს გავამართლებთ, იმიტომ რომ სინამდვილეში რუსები ერევიან. ანუ ამის ტექნოლოგია მარტივია, მაგრამ თავარი არის რომ საზოგადოება არ იყოს გაყოფილი, ან უნდა იყოს მენტალურად, სწორედ ამიტომ ვიძახი რომ კოგნიტიური სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხარეს, რომელიცაც ქართულ ენაში ეწოდა ისტორიის სწორი მხარე. აი ესეთი პარადოქსული დასახელება მივიღეთ, ისტორია არის წარსული, ის რაც დადგა და მომავლიდან გაკეთებული შეფასება და ჩვენ აწმყოში გველაპარაკებიან, რომ მიმდინარე პროცესს ჩვენ შევხედოთ ჯერ არ დამდგარი მომავლიდან, რომელიც არავინ არ იცის რა ფორმით დადგება და რომელიც არც საქართველოში არც იჭედება. და ჩვენ ვხედავთ, სადაც იჭედება. არის კიდე ერთი მომენტი, რომ დაინტერესებული მხარე არის რუსეთი. და ჩვენ ავტომატურად თვლით, რომ თუ ევროპას გავყევით, რუსეთი გავლენა არ გვექნება, მაგრამ გვავიწყდება, რომ ვარდების რევოლუცია მოხდა. უკვე ნახსენები რუსეთისა და ამერიკის ერთდროული ძალისხმევით. ისე რომ რუსეთი და დასავლეთი არ გამორიცხავს ერთმანეთს გააჩნია ინტერესებში. არა, ჩვენ ხედავთ ახლა რომ უცებ რაღაც მომენტში ამერიკამ უარი თქვა თავის წარსულს, თავის დაწყებულ ომს გაემიჯნა, დღეს გამოდის მშვიდობის მტრედად და ისინი ძალიან მშვენივრად რუსული მენიუს თანხმობით მოსკოვში ჭიკჭიკებენ და ეს უცებ გამახსენდა ჩემი ბავშვობის დროინდელი ეს რეიგანის და გორბაჩოვის დროს ეს დაახლოება, ერთობლივი ფილმების გადაღება, განიარაღება და მთელი რიგი პროცესი. აი, თითქოს ეს დონალდ ტრამპისეული ეს ისე რომ ჩვენ კიდე რასურად ვნახავთ ის გეოპოლიტიკური წარმოდგენა რაც დღეს გვაქვს, რომ აი ომია და აქ ანადგურებენ რუსეთს და შეიძლება სულ სხვა სურათით დავინახოთ. არც თუ ისე სასიამოვნო, მაგრამ დავსვათ ეგ კითხვა, რუსეთს რა უნდა? ჩვენ ავტომატურად გულისხმობთ ხოლმე რუსეთს უნდა ტერიტორიები. ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთმა მოაწყო დაშლა საბჭოთა კავშირის. არ უნდა რუსეთს ტერიტორიები, გავლენა უნდა. ეს ერთ და იგივე არ არის. უკრაინას ომი დაუწყო გავლენის გამო და არა იმიტომ რომ უკრაინული ტერიტორია უნდა. არა. ნუ გავლენა უფრო დიდია, გაქვს გავლენა, გაქვს ტერიტორიებიც. და ტერიტორიების ფლობამ პირდაპირ გავლენასაც არ ნიშნავს. ხო, მაგრამ ფაქტია რომ რამდენიც არ უნდა აიღოს ამერიკის შეერთებულ შტატებმა 20 წლით ავღანეთი, ერაყი, ფაქტია რომ ის გავლენა ის ვერ ხდება ვერც მოსახლეობაში და ბოლოს გიწევს ამის დათმობა. და გავლენის ქონა რეალურად ნიშნავს რომ ის მოკავშირე იქნება. და თუ კი ყავს მოკავშირეები გავლენის საშუალებით, პოლიტიკურ შედეგს მიიღებ. და თუ ტერიტორიას აკონტროლებ და გავლენა არ აქვს პოლიტიკურ შედეგს. მით უმეტეს 21 საუკუნეში და პრინციპში მე-20-ში, სადაც კონტროლის მექანიზმი უკვე არის არა ფიზიკური ფლობა ამა თუ იმ ტერიტორიის, არამედ ეკონომიკური ბეკეტები. ეკონომიკური და სასაცილოა ხოლმე რომ ლაპარაკობენ სომხეთის პერსპექტივაზე, აი ხას 15 მილიონი евро ჩაურიცხეს, ეხეუნებიან რაღაც სანქციები დააწესე. ანუ უბრალოდ საქართველოსგან განსხვავებით, ვიღაცამ უნდა იცოდეს სომხეთის ეკონომიკური პორტფელი. ვის ხელში არის
ელექტროგადამცემი ხაზები, ვის ხელში ენერგეტიკის სხვა ობიექტები, გაზსადენები და ასე შემდეგ. ის პრაქტიკულად ნაყიდი ყავს ეს რუსეთის ფედერაციას. ხო და დაუკვირდეთ რატო ხდება ეგ განსხვავება. ცალკე ქვეყანა არის, სუვერენულია, გარკვეულ პოლიტიკასაც ატარებს, შეიძლება რაღაცები რუსეთს არ მოწონს, მაგრამ გავლენა სულ სხვა ბერკეტები აქვს დღეს. განსხვავება სომხეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკის თვალსაზრისით არის რამოდენიმე. კერძოდ, ერთი ის, რომ საქართველო გადის კავშირზე ჩინეთთან და აზერბაიჯანი საქართველო იზიდავს ჩინურ ხაზს და მეორე, რომ საქართველო არის იმებთან ევროპელ კონსერვატორებთან ჩართული და ამიტომაც უპირისპირდება იმას, რასაც უპირისპირდებიან კონსერვატორები ულტრალიბერალებს. სომხეთი არ არის მასეთ პოზიციებს არ იკავებს. ამიტომ ლიბერალები ემხრობიან სომხეთის წინ წამოწევას და საქართველოს დაბლად დაწევას. ისე რომ მან ეს ფრონტიც არის გახსნილი. ინტერესების ეგ ფრონტი, რომ ვინ რა პარტიისკენ დგას მსოფლიო გაყოფის მხრივ. აქ ამას მნიშვნელობა და ამ მნიშვნელობაში კარდინალური ღირებულებას იძენს ის ფიგურები, ვინც ნებისმიერ პარტიას მეოხრობა თუ მას აწყობს. ანუ არაპრინციპული პოლიტიკური ძალები. ნაციონალური მოძრაობა მასეთ ძალაა, რომელიც ყველასთან ითანამშრომლებს, ოღონდ მას შეეხებიან. და ვნახეთ, რომ რუსეთთან თანამშრომლობაც შეუძლია და ამერიკასთან თანამშრომლობაც ევროპაზე აღარაფერი თქვა შეუძლიათ. ამიტომ აწყობთ ნაციონალური მოძრაობა რუსებსაც და არა, რასთავარი ადვილი სამანიპულაციოა, იმიტომ რომ უცებ აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგად ეს 2008 წლის ომში გამოჩნდა, რომელთაც იხეირა დასავლეთმაც და რუსეთმაც. ხო, რუსეთმა აჩვენა თავისი გაფრთხილებები მიუნხენის კონფერენციიდან, რომ ეს არის სერიოზული და ის გადადგამს ავნაბიჯს. მას მიეცა საშუალება მეტი კონტროლი დაემყარებია. მან მხოლოდ 20% არ წაიღო თუ 18%. მან მთლიანად საქართველოს პარალიზება გააკეთა ამ ტერიტორიების აღიარებით და დღემდე გვეუბნებიან იმას, რომ თქვენ მოგიწევთ ამის ცნობა აი ამ ახალი რეალობის და ეს იყო უდიდესი დანაკარგი, რაც სააკაშვილმა რუსებს გაუკეთა და დასავლეთში ვისაც ჭირდებოდა გამოეჩინა რაღაც თავისი მოკლევადიანი მიზნებისთვის, აი რუსეთი როგორი ცუდია, რაღაც ზოგს საარჩევნო კამპანიისთვის ჭირდებოდა და ბოლო მომენტში სადღაც ანუ არსებობს ეს დაპირისპირება, სადაც უკვე ხშირ შემთხვევაში დაპირისპირებული მხარეების ინტერესები შეიძლება თანხვდებოდეს. ანუ თუ ისინი ერთმანეთს აბრალებენ, რუსეთი ევროპასო თქვენ ომის გაგრძელება გინდათ და ევროპა პუტინსო შენ გინდა ომის გაგრძელება, და თუ ორივეს ამ შემთხვევაში ომის გაგრძელება უნდა, საუკეთესო ფიგურა არის ზელენსკი, იმიტომ რომ ის უზრუნველყოფს სწორედ აი ამ შედეგის დადგომას. ეს არის ყველაზე კარგი მოკავშირე ევროპისთვისაც და რუსეთისთვისაც, ესე გამოვიდა. ისვისაც ომის გაგრძელება ეხლა არ უნდა, იმიტომ რომ მას თავის დღის წესრიგი აქვს და ის კალენდარი უჭერს, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და რას უკეთებს შეერთებული შტატები ზელენსკის ამას არ ვიცი, გორან ბატონო. მე მგონი უკვე ამერიკასაც უნდა. იმიტომ რომ ამერიკას სჭირდება მოგუდვა ევროპის და ევროპა თავქოსმოგლეჯილი ომში რომ მიდის, ეკონომიკა არ მეყვება მის ამ სურვილს. ევროპული და ნუ თუ ამას ვერავინ ვერ ხვდება. დღეს მორიგჯერზე მოვისმინეთ, რომ ევროპა 2027 წელს საბოლოოდ უარს იტყვის რუსულ ენერგომატარებლებზე. და როგორ აპირებენ ცხოვრებას? კითხ. როცა უკვე დაკარგა გერმანიამ ცენტრალურმა ქვეყანამ თავისი რაღაც ნაწილი, ხო, წარმოების გადავიდნენ ამერიკა. რას აპირებენ კიდევ თუ დამძიმდა? აღარ ლაპარაკობ იმაზე, რომ თუ ევროპა ომში ჩაება, რა თქმა უნდა, ხარჯი მეტი ექნება და საერთოდ მოქალაქეებს იმას აიჯანყებს. და აი მოქალაქეები თუ აჯანყდნენ ამ მმართველობაზე, ხელისუფლებაში მოვლენ კონსერვატორები. რაც აწყობს ტრამპს. ისე რომ ტრამპს
ომის საშუალებით ევროპის გაფუჭება აწყობს. ხო, ჩვენ ვერ ვიფიქრებდით თუ მე-19 საუკუნის და საერთოდ მართლა პირველი ძალიან ნიშანდობლივი იყო ეს პირველი მსოფლიო ომის ხსენება. აი ეს მომენტი დაბრუნდებოდა და ჩვენ კიდევ ნახავდით მართლა თითქოს ერთგვარი ისტორიის დასასრული მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცივი ომის დასრულების მერე და ჩვენ ნახავდით კიდევ აი ამ ტიპის დაპირისპირებებს რაღაც გაერთიანებულ რაღაც ძალებს ან ანტანტას ან რაღაც მსგავსი ტიპის ერთობებს რომლებიც შეიძლება უკვე ევროპის კონტინენტზე აღმოჩნდნენ ურთიერთ დაპირისპირებულ იმიტომ რომ იქ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში არიან ქვეყნები რომლებიც ასე თუ დაიძაბა ვითარება აქ არ ჩაერთვებიან მაგრამ ვიღაც შეიძლება გახდეს პირველი მსხვერპლი. ყველაზე მეტად ვინც ახდენს პოლიტიკაზე ზეგავლენას და მართლა ის კლასიკური მაგალითია უმცირესობა როგორ შეიძლება გახდეს მეინსტრიმი, ეს არის ბალტიისპირეთი და დიდი ისტორიული გამოცდილებას და ალბათობაც არსებობს და დაპირისპირების ხაზი შეიძლება სწორედ ეგ გახდეს. დიდი შანსია, ამითი გაიტესტოს აბა ერთი რას დაეხმარა. მე მაინც არ ვარ მომხრე იმ ვერსიისა, რომ ასე ადვილად ვიგულისხმოთ რუსეთის მხრიდან შემდეგი ომი ბალტიისპირეთში. რადგან ეკონომიკური მხარე ომის წარმოების საკმაოდ მძიმეა და რუსეთს დღეს მაგის ეკონომიკა შეიძლება აღარ ჰქონდეს. უკრაინის ომს მიიყვანს თუ არა, ბოლომდე ეგ არის კითხვის ნიშანი. თუმცა ძალიან დიდი სხვაობა არის მასშტაბში. უკრაინის კომპლექსი სამრეწველო, უკრაინის მოსახლეობა, ადამიანები ვინც ომობოინ, მათი ზურგი, დახმარება, ანუ ახლოსაც არ არის შესაძლებლად ბალტიისპირეთის ქვეყნების შესაძლებლობებთან, ხო? გაცილებით მისი მოწყვეტა ბევრად ადვილია. და რჩება უბრალოდ ზღვის ზურგი. და როგორც ომს რუსეთი ახლაც არ ეძახის, რაც ევროპა და რას ისმის რუსეთს ბალტიისპირეთი? ეს არის მორიგი დაპირისპირების ხაზი პირდაპირ დასავლეთიდან და ამის გატესტვა რომ აბა თქვათ რა შეიძლება იქ მოხდეს. ანუ ეს არეულობა თუ რა თქმა უნდა ეს არის სცენარი იმისათვის თუ რაღაც სიტუაცია იქამდე მივიდა რომ ვიღაცამ გაზარდა უკრაინის მიმართ დახმარება. აი ხარჯი იქნება რუსეთისთვის. მან განაცხადა გუშინ მოლაპარაკებების წინ ანუ კიდევ ჩვენება რომ დასავლეთი სუსტია და დასავლეთს არ შეუძლია ომის მოგება. ის პრაქტიკულად სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ მან გააკეთა მუქარა რომ ის მზად არის ევროპასთან ომისთვის. რომელიც არავინ არ განიხილავს შესაძლებლობას, მაგრამ მან წინსწრებით თქვა ეს თუ ოღონდ ეს ომის სხვა ომი იქნება, იმიტომ რომ ეს ომი არ არის რაც ჩვენ უკრაინაში ვაკეთებთ. აი ის იქნება ნამდვილი ომიო და იმ დონის რომ შეიძლება არავინ აღარც დარჩეს შემდეგ უკვე მომლაპარაკებელი. ეს იყო ძალიან სერიოზული მუქარა და ეს რუსეთის პრეზიდენტი მუდმივად ცდილობს რომ გატესტოს აი ეს ზღვარი. სადამდე შეუძლია დაემუქრონ და აბა ისე თავი გაქვთ რომ ეს გვაჩვენეთ და ეს მუქარად დრამატურგიულად ითხოვს ხოლმე გარკვეულ ქმედებებს და მე ამ ქმედებებს ხედავთ კიდევაც. ახლა დღეს საქართველოში ბევრია რომელიც იძახის რომ ეხლაც უკრაინა გაიმარჯვებს თუ მიყვა ბოლომდე. და ამ განწყობილებას აქვს საფუძველი ჰაერიდან თლად არ არის აღებული, იმიტომ რომ იქ რუსეთს გაუძვირდა ბენზინი, რიგებია უკვე ბენზინზე, იქ რაღაც სანქციებმა მეტნაკლები შედეგი გამოიყო და ასე შემდეგ. ეხლა ამ ფონზე ახალი გეოგრაფიული გეოპოლიტიკური პრობლემის გაჩენის თავი მე მგონი რუსეთს არ აქვს. ეს მე მესმის ეგ თეორია ძალიან კარგად და ეს არის მიმდინარე პროცესის შეფასება ხოლმე რომ აი ახლა არის მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ რუსეთს აქვს ახლა აღმავალი დინამიკა ხო ის შეიძლება ძალიან ნელა დიდი მსხვერპლის ფასად მაგრამ წინ მიიწევს და ეს წინ მიწევა ნიშნავს რომ თქვენ ჩანს რომ ევროპა უკრაინას ეხმარება მის გარეშე ეს დასავლეთი მთლიანად ვერაფერს ვერ იზამდა მაგრამ ისინი თანათანობით უბრალოდ ხარჯია დამქანცველი ომია და თანათანობით მაინც იგებენ თუ დადგა რაღაცა რასაც ეძახიან ხოლმე game changer-ი, არსებითი ცვლილება, სხვა ტიპის იარაღი მიაწოდეს, სხვა რაღაც გაჩნდა. მე არსებობს ისეთი რუსული ფრაზა, რითაც ჩვენ დაგვეუბნებთ, რომ არსებობს დამაშნია ზაგატოვკი, რაღაც აშინაო სცენარები მომზადებული. ჩვენ აღარ ვიცით როგორც უკვე კონტრზომა ამ შემთხვევაში რას გამოიყენებს. აი იგივე ვთქვათ, ჩაიძინდა თუ არა, დაზიანდა ტანკერი შავი ზღვაში. ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობებს, რომ დავიწყოთ ფიქრი
რა შეიძლება იყოს, აი ესეთ ფორმულირებით ამბობს, შემდეგ უკვე კონტრზომ. არა მე არ ვიცახი რომ ეხლა უკვე რამეს ვიზავთ, მაგრამ ჩვენ ამაზე დავიწყებთ. თუ კი ესეთი საფრთხეების შემოქმედება. როდესაც ჩვენ ელაპარაკები ესეთ პრაქტიკულად ან ტერორისტული განწყობის სახელმწიფოს, რომელიც ყველაფერზე ან სარკისებული ან უფრო მეტი პასუხი აქვს. ის რაციონალური დასავლელები ფიქრობენ რომ რა შეიძლება ამას მოყვეს. ტერორისტი რაციონალური არის. არა, ეს არ არის, მაგრამ მისი მოწინააღმდეგეა და გათვლა სწორედ მაგაზე. რაც უფრო რაციონალურია ის მოწინააღმდეგე, მით უფრო მეც წონის ფიქრობს და აქ ზოგიერთი ცხელთავიანივით არ იძახის, რომ პირდაპირ გაუმარჯოს უკრაინას. ტერორისტი რაციონალური ტერორისტი რო არის დღევანდელი რუსეთი და საერთოდ რუსეთი ბუნებრივია, მაგრამ პრაგმატისტიც არის. ისევე როგორც ყველა ტერორისტი პრაგმატისტია, რაღაცა უნდა. ისე ტერორს არ აკეთებს. მაგრამ თუ ხედავს რომ ტერორისტის საშუალებით იღებს იმას, რაც უნდა, ესე იგი პრაგმატული ყოფილა ტერორიზმი. მაგას ვიძახი, პრაგმატისტია ტერორისტი. არ არის რომანტიკოსი არ არის. და დააკვირდეთ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, არაფრად არ უღირდა მას საქართველოს აღება მაშინ, მაგრამ ახარ წავიდა წინ. და ჩადო ეს აფხაზეთი და ოსეთის ცხინვალის რეგიონის ნაღმი, რომ მე ამათმა მოითხოვეს ბაზა, ამან ჩააყენა ბაზები და უკავია ახლა. და 20% მაგას ვიზახი მთელი ქვეყანა უჭირავს წმინდა სამხედრო და სტრატეგიული თვალსაზრისით. მაგას და მთელი ქვეყნის აღება აღარ უნდა. ფული ღირს ეს ქვეყანა. და ჩვენ ვნახეთ შემდეგ სააკაშვილის მიერ დაწერილი წერილები და გრიგოლ ვაშაძე კულტურის მინისტრად და სახალხო დიპლომატია და ეს ხვეწნა და მუდარა რომ ოღონდ რაღაც არ მიიღო პასუხი. მე მგონია რომ ანალოგიური სტრატეგია აქვს ფულის მოყვარულ უყვარს პუტინს ფულის მოყვარულ პუტინსაც. ეცება რომ რაც შეიძლება მეტი გავლენა მოიპოვოს, რაც შეიძლება იაფად. იმიტომ რომ ინგლისია იმას დაგვიждდა ძვირი ინდოეთი და კი ბატონო, აღმოჩნდა რომ ვლადიმერ პუტინს, თქვათ, ნავთობთან, ანუ სხვა ეკონომიკურ დაგროვილ ბრიუსელში აკუმულირებულ აქტივებთან და სხვა რამესთან ერთად აღმოაჩნდა ძალიან დიდი აქტივი, რომელიც მას ძალიან იაფი უღირს, ეს არის ადამიანის სისხლი. და სწორედ ეს გახდა შემოტრიალების წერტილი, რისი გაღების ფუფუნებაც ევროპას არ აქვს. მან რამდენი ფულიც არ უნდა გადაიხადოს, ამითი ვერ ყიდულობ. შენ ჯარისკაც შენ ვერ მონაწილეობ და ხარ უკვე აი აქ გაიტესტა ერთგვარი სისუსტე, ხო, ევროპის. ძალიან საინტერესო იყო ბატონო რამას, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ეს მიმოხილვა და იმედი მაქვს, რომ ჩვენს მსმენელსაც დაახლოებით შეექმნა წარმოდგენა ჩვენ რა ვითარებაში ვიმყოფებით, იმიტომ რომ არ შეიძლება ლოკალურად რაღაც ჩაკეტილი ზოგიერთი მკვირალა სტუდიების მასშტაბით აიხსნას ხოლმე პროცესი, ჩვენ უნდა შევხედოთ იმ დიდ სურათს, რომლის ნაწილიც არის როშევა ჯამოცაიდან დაიწყეთ ის რაც ჩვენთან ხდება მთელ მსოფლიოში იგივეა და არასოდეს ეს ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ომი კოგნიტური არ ყოფილა ამ მასშტაბისა როგორც დღეს არის და რას მოიტანს მთელ მსოფლიოს მასშტაბით აი ამ სტილის ომი ეგ ჯერ არავინ არ იცის. ერთი რაც შემიძლია დავსძინო, რომ ეს არც შეწყდება და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ უბრალოდ მოგვიწევს ადაპტირება და ამ ზრუნვა ამაზე. ის რომ ეს არ იქნება და ჩვენ წყნარად ვიცხოვრებთ, ალბათ ეგეთი დრო აღარ დადგება. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მე გემშვიდობებით ორშაბათამდე.